წარმოიდგინეთ, თითქოს დროის მანქანით ბრუნდებით წარსულში და, პირდაპირ უძველესი ეგვიპტელების დნმ-ს ვიკვლევთ, რომ გავიგოთ მათი წარმომავლობა. სწორედ ამას ეხება ჩვენი დღევანდელი, სიღმისეული საუბარი. თქვენ მოგვაწოდეთ წყაროები, მათ შორის ის 2017 წლის გახმაურებული კვლევა ეგვიპტური მუმიების გენომზე. ჩვენი ამოცანაა გავარკვიოთ, რას გვეუბნება ეს გენეტიკური მონაცემები, მათ კავშირებზე ახლო აღმოსავლეთთან, ევროპასთან, აფრიკასთან და როგორ ადარებს ეს ყველაფერი თანამედროვე ეგვიპტელებს. სათხართ რა ჩაუღრმავდეთ? კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. მით უმაგაც რომ, ხო იცით, მუმიებიდან სანდო დნმ-ის მიღება, წლების მანძილზე მართლა დიდ გამოწვევად ითვლებოდა. ეგვიპტის კლიმატი, მერე თვითონ მუმიფიცირების პროცესი, დნმ-ს ძალიან აზიანებს ეს ყველაფერი. და თქვენ რო ახსენეთ, ეს კვლევა მართლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეძლო თანამედროვე, ტექნოლოგიებით ამ სირთულეების, გადალახვა. გასაგებია. მაშ დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კვლევრებმა შეისწავლეს 90 მუმიის მიტოქონდრიული დნმ და კიდევ 3 ინდივიდის სრული გენომი. ეს ყველაფერი აბუსირ ელმელექიდან, ხო? შუა ეგვიპტეში. და ეს ნიმუშები მოიცავს საკმაოდ დიდ დროს, დაახლოებით 1300 წელს, ახალი სამეფოდან რომაულ პერიოდამდე. აქ ხდება საინტერესო. რა აღმოაჩინეს? რამე მოულოდნელი იყო? კი, ნამდვილად. მთავარი აღმოჩენა ისაა, რომ ამ კონკრეტულ უძველეს ეგვიპტელებს, ვინც ამ ადგილას და ამ დროს ცხოვრობდნენ, აღმოაჩნდათ, რომ გენეტიკურად უფრო ახლოს იყვნენ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ლევანტის და ანატოლიის ნეოლიტურ, იმ ძველ ფერმერებთან და ევროპის უძველეს მოსახლეობასთანაც კი, უფრო ახლოს, ვიდრე დღევანდელი ეგვიპტელები არიან მათთან. მართლა? უფრო ევროპასთან და ახლო აღმოსავლეთთან ვიდრე, ვთქვათ? ხო, ვიდრე დღევანდელი ეგვიპტელები არიან ამ უძველეს ახლო აღმოსავლელებთან და ევროპელებთან. ანალიზებმაც აჩვენა ეს სიახლოვე და Y ქრომოსომაც, ჰაპლოჯგუფები J და E1B1B, ეგენიც უფრო ახლო აღმოსავლურ და ჩრდილოაფრიკულ კავშირებზე მიუთითებს. ეს მართლა მოულოდნელია. თითქოს შუა ეგვიპტე იმ პერიოდში უფრო მეტად ხმელთაშუაზღვისპირეთის და ლევანტის გენეტიკური სამყაროს ნაწილი იყო. მაგრამ ეს ხომ სულ არაა? კვლევამ რაღაც ცვლილებებიც აჩვენა დროთა განმავლობაში. არა, თანამედროვე ეგვიპტელებთან შედარებით? დიახ, და ეგ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა. როდესაც ამ უძველეს გენომებს შეადარეს თანამედროვე ეგვიპტელების გენომები, აღმოჩნდა, რომ დღევანდელ ეგვიპტელებს, იმ უძველეს ნიმუშებთან შედარებით, აქვთ ბევრად მეტი გენეტიკური კვალი სუბსაჰარული აფრიკიდან. სამხრეთიდან შემოსული გენების წილი გაიზარდა? ზუსტად. და ეს ზრდა, როგორც ჩანს, მომხდარა შედარებით გვიან, რომაული პერიოდის შემდეგ, სადღაც ბოლო 700 წლის განმავლობაში. კვლევა ვარაუდობს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს, გაზრდილი მოძრაობა ნილოსის გასწვრივ, ან ტრანსსაჰარული ვაჭრობა, მონათვაჭრობა მათ შორის, ან ზოგადად უბრალოდ მეტი კონტაქტი სუბსაჰარულ აფრიკასა და ეგვიპტეს შორის. გასაგებია. და რა მასშტაბის არის ეს ცვლილება? ციფრებში რომ ვთქვათ, კვლევის მიხედვით, თანამედროვე ეგვიპტელებს აქვთ დაახლოებით 8%-ით მეტი სუბსაჰარული წარმომავლობა, ვიდრე იმ კონკრეტულ უძველეს ეგვიპტელებს აბუსირ ელმელექიდან. გასაგებია. თქვენ რომ წყაროები მოგვაწოდეთ, მაგალითად Reddit-ის დისკუსია ვნახე, იქ ხშირად ისმებოდა კითხვა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თანამედროვე ეგვიპტელები, ფაქტობრივად არ არიან უძველესი ეგვიპტელების შთამომავლები. თითქოს რაღაც კავშირი გაწყდა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი და მართლა ხშირად ხდება ამის არასწორი ინტერპრეტაცია. კვლევა ამას არ ამბობს. არანაირად. პირიქით, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ გენეტიკური უწყვეტობა უძველეს და თანამედროვე ეგვიპტელებს შორის, არათუ არ გამოირიცხება, არამედ მოსალოდნელიცაა. ის, რომ თანამედროვე ეგვიპტელებს მეტი სუბსაჰარული გენი აქვს, ვიდრე იმ კონკრეტულ უძველეს ნიმუშებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მათი შთამომავლები არ არიან. უბრალოდ დროთა განმავლობაში, როგორც ხდება ხოლმე პოპულაციებში, მოხდა გენების შერევა.
დაემატა სხვა გენეტიკური შრეები. გენეტიკურად დღევანდელი ეგვიპტელები მაინც ყველაზე ახლოს დგანან იმ უძველეს ეგვიპტელებთან, რომლებიც ამ კვლევამ შეისწავლა. გასაგებია, უბრალოდ სათაურები ამარტივებენ ხოლმე ალბათ. ხო, სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ეგრე, რომ ნიუანსები იკარგება. მადლობა ამ გარკვევისთვის, მართლა მნიშვნელოვანია. მაშ ასე, თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის რომ შევაჯამოთ. რას გვეუბნება ეს ყველაფერი? ერთი მხრივ, ხედავთ უძველესი მუმიების დნმ-ს, კონკრეტულად ამ ადგილიდან და ამ პერიოდიდან, რომელიც გვიჩვენებს ძლიერ კავშირებს ძველ ახლო აღმოსავლეთთან, ანატოლიასთან, ლევანტთან, ევროპასთანაც კი. მეორე მხრივ, ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში, რომაული პერიოდის შემდეგ იზრდება სუბსაჰარული აფრიკული გენეტიკური გავლენა. და ამან ნუ შეცვალა თანამედროვე ეგვიპტელების გენეტიკური სურათი იმ უძველეს ნიმუშებთან შედარებით. ზუსტად. ეს კარგად გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის ისტორია, გენეტიკური ისტორია არ არის რაღაც სტატიკური გაყინული. ის რთული, დინამიური პროცესია. უწყვეტობასთან ერთად სულ ხდება ცვლილებები, შერევები, მიგრაციები. და ეს კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ეფუძნება მხოლოდ ერთ ადგილს, აბუსირ ელ-მელექს და კონკრეტულ პერიოდს, მაინც ძალიან საინტერესო ფანჯარას გვიხსნის ეგვიპტის წარსულში, მის რთულ გენეტიკურ ისტორიაში. და ბოლოს მოდით თქვენთვის გავდოვათ ერთი შეკითხვა, საფიქრალად. ეს კვლევა, როგორც ვთქვით, შუა ეგვიპტეს ეხებოდა და ახალი სამეფოდან რომაულ პერიოდს. როგორ ფიქრობთ, რა სურათს დავინახავდით, თუ მეცნიერები შეძლებდნენ მსგავსი ხარისხის დნმ-ის მიღებას? თქვათ, უფრო სამხრეთიდან, მაგალითად, ნუბიის საზღვართან მდებარე რეგიონებიდან, ან იქნებ უფრო ადრეული დინასტიებამდელი პერიოდის ნაშთებიდან. რა ახალ, ან იქნებ სულაც მოულოდნელ თავებს გადაშლიდა ეს ეგვიპტის გენეტიკური ისტორიის დიდ წიგნში?